ფილოსოფიისა ვიწყებთ ლექციას და მოდი მაყურებელს გავაცნოთ თავის სად ვიმყოფებით ჩვენ, სად ახარ შენ ამ წუთში? საიდან აკეთებ ჩართვას? მე ჩართვას ვაკეთებ იმერეთიდან. იმერეთიდან, ჩემი საყვარელი იმერეთიდან და შენი საყვარელი იმერეთიდან, რომელიც ძალიან გვიყვარს და რომლის გარეშეც მე არ შემიძლია, ძალიან მიყვარს და იმიტომ. კარგი, მოდი დავიწყოთ. რა გვაქვს ჩვენ დღეს, რა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს? ჩვენ ვემზადებით ახლა მეორე საგამოცდოს გავდივართ, ხო? საგამოცდო პროექტებს და პირველი საგამოცდო წარმატებული სიუჟეტები და გადაცემები, რომელიც იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი რეიტინგი მოგიტანა შენ და წარმატება იმ სიუჟეტების, რესპონდენტებისა და გადაცემების თავიდან გამეორება გვიწევს უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ რესპონდენტი და ეს გამოიწვევს რას? ის რესპონდენტები, ვისაც ჩვენ ახლა ჩავწერთ, ანამარი, ჩვენ უკვე ვემზადებით ძალიან სერიოზული დასკვნითი ღონისძიებისთვის, წლის შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიებისთვის, რომელიც გვექნება ძალიან სერიოზული საღამო ჩვენება და სწორედ ეს რესპონდენტები იქნებიან სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებად დაურიგდებათ, როგორც რეიტინგული რესპონდენტი, ესეთი სტატუსით და მათი ფოტოებით გაკეთდება დიდი დიპლომის ხელა საშვები, რომელიც გადაეცემათ ძალიან სერიოზულად აი ცერემონიალზე, ალბათ მერიოტში გავაკეთებთ, ქორთიართ მერიოტში ან საკრებულოში, როგორც ჩაშა მქონდა. ნახოთ როგორ ვიზავთ, უბრალოდ საკრებულოს აკუსტიკა აქვს ძალიან ცუდი, აი ხმა ძალიან ბევრი რამის დაიკარგა, იქ სიმღერა ვერ გავიტანეთ იქ რაღაცა და ამიტომ ალბათ ვფიქრობ უფრო რომ აკუსტიკა რო კარგი გქონდეს, ალბათ უფრო გვექნება ქორთიართ მერიოტში ან იოტაში სასტუმრო ძალიან მაგარი სასტუმრო ან მეტეხში. ნახოთ რომელს გადავწყვიტავთ და რომლის გადაწყვეტილებას მივიღებთ. იოტა ძალიან მომწონს, ქონდა იქ საღამო და საკმაოდ ესეთი კარგი საღამო ქონდა სხვათა შორის და აკუსტიკა არის საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია აკუსტიკა ღონისძიებისთვის. მოდი დღეს ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ მოვამზადეთ პირველი სიუჟეტი, აბა ვიზე მოვამზადეთ სიუჟეტი და რა გავაკეთეთ, აბა დავიწყოთ. ჩვენ სიუჟეტ მოვამზადეთ შადიმან ბაბუზე, რომელიც შენთვის არის ბაბუ, თორე საქართველოსთვის საამაყო პიროვნება, ხო? მოდი აბა დავიწყოთ ახლა და თქვათ როგორია შადიმან ბაბუს შესახებ გადაცემა, რომელიც მეორე ნაწილად დაიწერა, ხო? მეორე საგამოცდოსთვის. აბა დავიწყოთ. მოგესალმებით ისევ და ისევ იმერეთიდან. ამჯერად უკვე მეორედ ვეწვევით ბატონ შადიმანს. ჩემთვის შადიმან ბაბუს და გავიგებთ კიდევ უფრო მეტს ბატონი შადიმანის შესახებ. ვიდრე ეს პირველი გადაცემით მოვიტანეთ თქვენამდე. მოგესალმებით შადიმან ბაბუ და სანამ კითხვებზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩვენმა პირველმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეიტინგი მომიტანა და მივხვდი რომ საინტერესო რესპონდენტი ჩემი შრომის კარგი შედეგია. ძალიან კარგი. მოდი მართლა ესეა, ხო? საინტერესო რესპონდენტი, რომელიც რეიტინგს მოგიტანს, რა თქმა უნდა, მაგისთვის ზრუნავთ ჩვენ. გავაგრძელოთ მერე. მოდი გადავიდეთ კითხვებზე. ჩემი პირველი კითხვა ასეთია. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ბრძანდებით. თავისუფლებას მივცემ და მოგილოცავთ, როგორც პატარა კოლეგა ტელევიზიის ახალ ბინადრობას, ანუ ახალ შენობაში გადასვლას. უამბთ მაყურებელს ცოტა რამ ტელევიზიის შესახებ. შადიმან ბაბუ, ალბათ გახსოვთ ინკოგნიტოს პროექტი, რომელიც ამ ზაფხულს ნორჩ ჟურნალისტებს აქტიურად გვავალებდა მანჯო. 5 წუთი შენი წარმატებისთვის. ვკითხულობდით წიგნებს და განსაკუთრებული ადგილები ან შინაარსი უნდა მიგვეტანა მაყურებელთან თხრობით. როგორ ფიქრობთ ჩვენი თაობისთვის, რამდენად აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება? შადიმან ბაბუ, ახლა მინდა აბსოლუტურად განსხვავებული კითხვით გადმოვიდეთ თქვენ. იგი სანამ კითხვაზე გადავალთ, შემდეგ კითხვაზე ვთქვათ ისიც, იქიდან გამომდინარე თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ შადიმან ბაბუს პირველი გადაცემა ვინც ნახა, ყველამ კარგად იცის წიგნებზე რა რეაქცია ჰქონდა და კითხვაზე, ხო? მით უმეტეს მამა როგორ კითხულობდა, ხო? აქედან გამომდინარე, ალბათ ამ კითხვას ძალიან კარგად შეაფასებს, ხო? ვიცით რომ მონაწილე ძაღლები გყავთ. რამდენად რთულია ძაღლების მოვლა და როგორ აისახება ნადირობის სეზონზე სწორი ფორმით ძაღლების მოვლა? იმიტომ რომ არის ხშირი შემთხვევა, რომ ძაღლებს არასწორად უვლიან და ეს მერე თვითონ მონადირისთვისაც და თვითონ ძაღლისთვისაც ძალიან ცუდია. გავაგრძელოთ. გვიანებით ცოტა რამ თქვენს მეუღლეზე. ჩვენი გადაცემის საფინალო კითხვა მინდა ასეთი იყოს. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ჩემი ყველა ოცნება ავიხდინო და როგორც შვილი ხმა, თქვენს კვალ და კვალ ვიარო.
უთბილი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. როგორც რესპონდენტს, თქვენ ნამდვილად შეძლებთ ჩემი რეიტინგის ამაღლება. ვფიქრობ, ეს გადაცემა ჩვენი ტელევიზიის საგამოწმო დღეების სავიზიტო ბარათი იქნება. მე თქვენს გემშვიდობა ძვირფასო მაყურებლებო და გპირდებით კიდევ კრეატიული, წარმატებული და გემოვნებიანი რესპონდენტებით ვიქნებით თქვენი ხშირი სტუმარი. ინკოგნიტოელი ანა მარია შამალი. ანა მარია, მოდი გადავიდეთ ახლა იმ სამუშაოზე, რომელიც გვეხმარება მეტყველებაში, პირის აპარატს გვილამაზებს, ხო? თუნდაც ბგერებს, ჟღერადობას, გადმოცემის უნარს გვაძლევს, ხო? მოდი დავიწყოთ ელის გასაკეთებლად. კარო, დავით, იმის კოჭიანო, რას ჭრიჭ, მიჭრიჭ, მოჭრიალობ. რა გაქვს საჭრიჭ-საჭრიალო? აბა მითხარ, მიდი. კარო, რკინის კოჭიანო, რას ჭრიჭ-მიჭრიჭ, მოჭრიალობ. რა გაქვს საჭრიჭ-საჭრიალო? კარგი გოგო. კაპარჭინა, გურიშვილი, გური კაპარჭინაშვილი. ჯავახია, ჯოხიშვილი, ჯოხი ჯავახიაშვილი. კაპარჭინა. მოდი თავიდან დავიწყოთ. კაპარჭინა გურიშვილი, გური კაპარჭინაშვილი, ჯავახია, ჯოხიშვილი, ჯოხი ჯავახიაშვილი. კარგი ხარ, შემდეგი ბებერ-ბერმუხას. აბა დავიწყოთ. ბებერ-ბერმუხას ბადრი მთვარე ბურანს ააცლის, მობწყინა ბრილიანს დაამსგავსებს აბდღურიალებულს. ძალიან კარგი გოგო ხარ. აბა შემდეგი გადავიდეთ კიდევ. დარდი დამინდობს. დარდი დამიდობს, დადარდული აღარ დავდივარ. დავდარდილი დარდი მანდის, სხვისი დარდი ვარ. აბა მოდი კიდევ გავაკეთოთ ეს. დარდი დამინდობს არ მივაკეთებ. და რამხელა რაღაცაა ჩადებული. დარდი დამინდობს, რა დაგინდობს? დარდი დამინდობს. აბა მითხარი. დარდი დამინდობს, დადარდული აღარ დავდივარ. დაუდარდილი დარდი მანდის, სხვისი დარდი ვარ. აბა დედა რამან დაგაბერა. დედავა რამან დაგაბერა, რამან დაგადედა კაცა, ავმა სახმა, ავმა კარმა, ავად გამადედა კაცა, კარგმა სახმა, კარგმა კარმა, კარგად გამადედა კაცა. ოქრო გოგო ხარ. შემდეგი რა გვაქვს კიდევ დედი? წია დაწიწინებს, პაწაწინა წიწილა, წვიმისვეთი დაეწვეთა, შეშინდა და იწივლა. ოქრო გოგო ხარ. მერე დედი? ერცა კაცსა ბლისკინელსა, ბლისკალათით ბლისხებზე და ბალი გააქვს და გამოაქვს. ეხლა ჩვენ მაყურებელთან უნდა ვიამაყოთ, ხო? იმიტომ რომ ერთ წელიწადში შენ დიქციაც დახვეწე, ლუბგერაც გამოასწორე, ბევრი რამე გავაკეთეთ, ხო? შეიძლება მაყურებლისთვის ეს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ ჩვენი აი ამ დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ხო მართალია ეს, არა? აბა გავაგრძელოთ. კარგი გოგო ხარ ძალიან. გავაგრძელოთ. მიდი დედი. ჭია მაია, ხვალ, ხომ კარგი დარია. ჭია მაია, ხომ კარგი დარია. აბა მიდი, კითხე. ჭია მაია, ხვალ, ხომ კარგი დარია. კი ბატონო. ან მეორენაირად არ გავყოთ ხვალ, არ გავყოთ. ხომ კარგი დარია. ანუ დაეთანხმეთ, ანუ იცი, მაგრამ თანხმობა გინდა რაღაცის. მე გავაგრძელოთ დედი. მან ჩვენს ჩამონათვალიზე პირად არიცი უზერო და აბა რომელი? ალიხე, მალიხე, სილიხე, აბას ამბო? აგვიც მარა ვაშლი ვარდი ვერონიკა ეგ არ ზეპირად არ მიშა. კარგი, ალიხე, მალიხე დავიწყოთ. დაანებე მაგას თავი. ალიხე, მალიხე, სილიხე, სიკინჭილიხე, ხევასუ, ბარბალახე, მარიალხე. ზაზე მიდის ერთ კაცი და ჩამოყვებდა ეგრე. ნახე, ანამარი, რასაც ვერ ვაკეთებ, გავჭრათ, გატოვე. და მე კიდევ გავაკეთოთ ისე, რომ არ შეგვეშალოს. მიდი სიხარულო. გზაზე მიდის ერთი კაცი, შავ ჩოხშავ პაიჭნაბადიანი. გავიქეცი, გავეკიდე, მეც გავშავ ჩოხ პაიჭნაბადიანდი. კარგი ხარ, შემდეგ. რას ერჩოდა, რას ებრძოდა, რას ერქაგრეხილებოდა. კარგი ხარ, მერე შემდეგი. ჭინჭარში ჭრიჭინობელა ჭიანურივით ჭრიჭინებს. შემდეგი. თამთა თეთრ თუთას თქაფუნით ჭამს. ალიხე, მალიხე, სილიხე, სიკინჭილიხე, ხევასური, ბარბალახე, მარიამხე, კვაწარახე. კარგი ხარ, შემდეგი დედი. აკამკამა აკაციები აპრილმა, აანარნარა ასკილის რტო ანაზრდეულად, ასეულად, ატმის პორცელს, ალადაინთო, ალანძული ათასფერულად. კარგი ხარ, შემდეგი დედი. ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა კაცუნაო, ზოგს დედაკაცი, ზოგსაც დედაკაცუნაო. კარგი ხარ, დედი, შემდეგი.
ცვივა, ქათქათელა ფიფქები, მცივა, წამეყინა თითები. კარგი ხარ, შემდეგი დედი? და ციმციმებდა ციმციმით, ციმციმა ციცინათელა, მისმა ციმციმა, ზეთა სულ გააციმციცინათელა. კარგი ხარ, შემდეგი დედი? ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩამოატარეს. ოქრო გოგო ხარ. აი ესეც ძალიან უყვარს საერთაშორის სულ მისი ხმა მაქვს ეხლა ყურში. ჩინელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანა, არ ჩინეთიდან არა მეუბნები. მე ძალიან საყვარელია.